რაც არ უთქვამთ და ძალიან მნიშვნელოვანი. ევროკავშირმა უკვე არაერთხელ გითხრა, ჩვენ უნდა გავასწოროთ ჩვენი სავიზო კანონმდებლობა. სავიზო კანონმდებლობა. ხალხო, საქართველოს ძალიან ბევრ ქვეყანასთან აქვს უვიზო მიმოსვლა. ამის შედეგებს თქვენ ქუჩაში ხედავთ. არ გჭირდებათ ჩემი თქმა, ყველა ხედავს რა ხდება განსაკუთრებით თბილისის ქუჩაში. საქართველო გადაქცეულია ნინიას ბაღად. სამუშაო ადგილები, რომლებიც ისედაც ცოტაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მიაკ ამ ხალხს, იმიტომ რომ არავით არის საემიგრაციო კონტროლი და სამუშაო უფლების კონტროლი არ არის. ევროკავშირი და ამაზე რატო არ ლაპარაკობს კობახიძე? მიგვითითებს, რომ ჩვენ უნდა გავამკაცროთ ჩვენი სავიზო კანონმდებლობა. პირდაპირ წერია, რომ ჩვენი სავიზო კანონმდებლობა უნდა იყოს თანხმედრაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ვიზეც ევროკავშირს არ აქვს უვიზო მიმოსვლა, ჩვენც არ უნდა გქონდეს და ჩვენ 30 ქვეყნით მეტი არის ასია, ვიდრე ევროკავშირს. და ამაზე არ ლაპარაკობს ქართული ოცნება, იმიტომ რომ ქვეყანა ნელ-ნელა გადაიქცევა ნამდვილად ნინიას ბაღად და ვისაც არ ეზარება, ყველა შემოდის აქ და რჩება.